ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზების მიზნით შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა. Როგორც ცესკოში განმარტავენ, მხოლოდ დაზუსტდა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით. ასევე ცესკოში აცხადებენ, რომ არის მცდელობა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გაასაღონ. ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არავის მისცემს უფლებას შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი და ამ კვირას манипуლაციური აღქმების საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციურ სპექტრში, სადაც ფიქრობენ, რომ ეს არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. ცესკომ დადგენილებით დააზუსტა ზოგიერთი პროცედურა, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა. დადგენილების კრიტიკოსები ან კარგად არ იცნობენ, ან საერთოდ არ იცნობენ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს, შესაძლოა, რომ მიზანმიმართულადაც ცდილობენ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. სხვაგვარად რთული აიხსნას, რატომ მანიპულირებენ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტით, რასაც ცესკო ამ დადგენილებით უზრუნველყოფს, ისინი კი აღნიშნულ პროცესს დაკვირვების შეზღუდვად მოიაზრებენ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ავრცელებენ დეზინფორმაციას და კანონსაწინააღმდეგოს უწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებას.